ჩემი შვილი მაკა არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და ამიტომაც სხვა მშობლებთან ერთად ვიბრძვი შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მოსდილოების დასაქმებისათვის, მათთვის სოციალურ საწარმოისთვის დანერგისთვის და ეს შეიძლება დღეს იყოს ძალიან პრაქტიკული და რეალური, რადგანაც საქართველოს მიიღო გაეროს შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს ავალდებულებს აბსოლუტურად ყველა კატეგორიის მქონე შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისაკენ. და სწორედ დღეს მე მინდა ჩემი ერთი წუთი მიუძღვნა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურ ეტლში არ ზიან, მათ არ ჭირდებათ ფიზიკური პანდუსი, მაგრამ მათ ჭირდებათ საზოგადოების მიმღებლობის პანდუსი. ამ ადამიანებს მათ ჩვენ უწევთ გონებრივი შეფერხებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. ამ კატეგორიის მქონე ადამიანებსაც პანდუსის აშენებას არ ჭირდება არც მშენებლობის ნორმატივების ცოდნა, არც ფინანსური ხარჯები. ამ პანდუსებს ჭირდება მხოლოდ მიმღებლობა, საზოგადოების ადეკვატური ღია დამოკიდებულება. ამიტომაც მოგიწოდებთ, რომ გაიხსენეთ ეს ადამიანები არა მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში, მიიღეთ ისინი როგორიც არიან და ყოველი თქვენთაგანი გახდით საზოგადოების მიმღებლობის პანდუსის მშენებელი.